მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს. მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ხართ, მადლობა თითოეული კომენტარისთვის, SMS-ისთვის, მოწონებისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ეხმარებით არხს თქვენი კომენტარებით განვითარებაში. მადლობა იმ ადამიანებს ნდობისთვის, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციაზე. და მე კი ერთ-ერთი ჩემი არხის მაყურებლის თხოვნით მინდა გავაკეთო გაშლა სამკუთხედზე. და დავიწყოთ. რას წარმოადგენს აი ეს მამაკაცი, ის ცოლიანი მამაკაცი, ასე ვთქვათ, ვინც ჩაიფიქრეთ. რას წარმოადგენს ეს მამაკაცი? ვინ არის მისთვის ცოლი აი ამ სიტუაციაში, მოცემულ მომენტში? ვინ არის მისთვის საყვარელი აი ახლა და ამჟამად? როგორ აღიქვავს კაცი, რომ მის ცხოვრებაში არსებობს ორი ქალი? როგორ აღიქვავს აი ამ სიტუაციას? როგორ აპირებს შემდგომში ცოლთან ურთიერთობის განვითარებას? როგორ აპირებს საყვარელთან ურთიერთობის განვითარებას? კითხვები მაქვს ჩამოწერილი მეგობრებო. რა აკავშირებს ცოლთან? რა აკავშირებს საყვარელთან? აკავშირებს საყვარელთან? ურთიერთობის მოსალოდნელი განვითარება. ნახოთ. რა აკავებს მას ცოლთან? ნახოთ. რა აკავებს საყვარელთან? ნახეთ, ცოლთან განვითარება, ურთიერთობის როგორი იქნება, საყვარელთან როგორი იქნება და გაუთვალისწინებელი სიტუაცია თქვენ შორის. მაშ ასე. დავიწყოთ. რას წარმოადგენს, მოდი ვნახოთ აი ეს ცოლიანი მამაკაცი. რას წარმოადგენს? ეს მამაკაცი საკმაოდ დეპრესიულ მდგომარეობაშია, მისტირის წარსულის მოგონებებით ცხოვრობს. უღრმავდება თავის მოგონებებს და იხსენებს იმ ბედნიერ დღეებს. საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაშია, რადგან აქვს წარსულის მონატრება აი იმ ადამიანის, რომელთანაც სრულყოფილად ვერ ახერხებს ყოფნას და მხოლოდ ინტერნეტით ან SMS-ებით შემოიფარგლება. როგორ აღიქვავს, მოდი, ეს მამაკაცი იმას, რომ მის ცხოვრებაში ორი ქალია? მეგობრებო, მიუხედავად იმის, რომ ეს ადამიანი წარსულის მოგონებებით იტანჯება და განვლილი მოგონებები არ აძლევს საშუალებას ბედნიერად იცხოვროს, მაინც კომფორტულად გრძნობს იმ სიტუაციაში, სადაც ორი ქალი ყავს. თითქოს მოერგო აი ამ სიტუაციას და ორივე ქალისგან ის იღებს ენერგიას. და ეკომფორტულება ის სიტუაცია, რომ ორივე ქალი მას ასე ვთქვათ, მის კომფორტზე ზრუნავს ორივე ქალი. აი ეს
მოსწონს კიდეც ამ ადამიანს, რომ ორივე ქალთან სიტუაციაში ორ სკამზე ჯდომა, ეკომფორტულება, რადგან ორივე ქალი მას ანებივრებს. მოდი ვნახოთ, რას წარმოადგენს ამ მამაკაცის ცხოვრებაში ცოლი. წარსულის აჩრდილია ცოლი მისთვის, მეგობრებო, რომელმაც დაუტოვა არასასიამოვნო გამოცდილება, შიში ისტერიული აშლილობის, კონფლიქტური სიტუაციების. გეტყვით, რომ ამ მამაკაცს ცოლთან არც თუ ისე დალაგებული სიტუაცია ქონია წარსულში და ეს მისთვის ფსიქოლოგიურად მძიმე გამოცდილებაა. მისთვის ცოლი არის დეპრესიული ადამიანი, რომელიც არ აძლევს საშუალებას აი წარსულიდან და ცუდი მოგონებებიდან გამოვიდეს. ვინ არის მისთვის საყვარელი მოცემულ სიტუაციაში? საყვარელი არის მისთვის ქალბატონი და ქალი, რომელიც შეიძლება მასზე უმცროსიც არის. ეს მამაკაცი საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში და აი ამის აფიშირებას, თავისი სიძლიერის აფიშირებას აი ამ საყვარელთან გამოხატავს. იმას, რასაც ვერ გამოხატავს თავის ცოლთან. ეს მამაკაცი აკვირდება თავის საყვარელს, აკონტროლებს და ობიექტია, ვისთანაც თავის სექსუალურ ფანტაზიებს იკმაყოფილებს და ეს საყვარელი ამ მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისი მამაკაცურობის გამოვლინების. ანუ საყვარელთან მას აქვს საშუალება გამოავლინოს თავისი მამაკაცურობა, რაც მას ძალიან მოსწონს და მის ეგოს ამაღლებს. როგორ აპირებს შემდგომში ცოლთან ურთიერთობის განვითარებას? დისტანციურად, მეგობრებო, დისტანციურად. გეტყვით, რომ აქ ქალს უფრო აქვს გრძნობები, მაგრამ ეს მამაკაცი მას ბოლომდე არ აძლევს მიახლოვების საშუალებას და იმ გრძნობებში გადაშვების საშუალებას. მათ შორის რაღაც ზღვარი არსებობს და ზღვარი იარსებებს, რომლის წაშლაც თითქოს და შეუძლებელია. მათ შორის ცოლსა და მამაკაცს შორის იარსებებს მუდმივად რაღაც ზღვარი და აქ ქალი თითქოს აფიშირებს თავისი ქალურობით, პროვოცირებას უკეთებს, რომ ეს მამაკაცი გრძნობების გამოხატვაზე გამოიყენოს, მაგრამ ეს მამაკაცი თითქოს თავს იცავს აი იმ ურთიერთობისგან, რაც ცოლს მისგან სურს. როგორ აპირებს ურთიერთობის განვითარებას საყვარელთან? ეს მამაკაცი მზად არის თუ რაღაც პაუზა აქვს საყვარელთან, კვლავ სცადოს გრძნობებში საყვარელს გამოუტყდება, რომ თავისუფალია მისი გული და მისთვის გახსნილია მისი გული და ეს მამაკაცი კვლავ შეეცდება საყვარელთან ურთიერთობის აწყობას, თუმცა გამოხატავს მზაობას, რომ საყვარელმა იაქტიუროს მისი გულის დასაპყრობად. შემდეგი კითხვა ვნახოთ. რა აკავშირებს ცოლთან აი ამ მამაკაცს, თქვენს ჩაფიქრებულ მამაკაცს? მეგობრებო, აქ არის კონტაქტი. როგორი კონტაქტია, იცით?
ფიზიკური კონტაქტი იმას არ აქვს ცოლთან და ეს კონტაქტი არის შეიძლება აი ასე საყოფაცხოვრებო საქმეებით შემოიფარგლებოდეს, რაღაც ისეთი ყოფიერზე საუბრობდნენ, გეგმებს აწყობდნენ და გარკვეულწილად ეს მამაკაცი თითქოს აკონტროლებს კიდეც თავის ცოლს. საყვარელთან რა აკავებს, მოდი ვნახოთ საყვარელთან. სექსუალური მიზიდულობა, მეგობრებო, სექსუალური მიზიდულობა ადამიანი ვნებით არის შეპყრობილი, თუმცა შეიძლება მეუღლემაც იცის და საყვარელმაც იცის, რომ არიან სამკუთხედში, მაგრამ იმისთვის, რომ აი ამ სამკუთხედიდან გამოვიდნენ, ვერაფერს ვერ აკეთებენ. ამ ადამიანს, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს საყვარელთან აკავებს ძალიან დიდი ნება, სიახლოვე, ურთიერთობის აი ეს ცეცხლოვანი მომენტები, იციან, ცოლმაც იცის და საყვარელმაც, რომ არის მესამე ამ ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ რეალურად იმისთვის, რომ ერთადერთი ქალბატონები იყვნენ ამ მამაკაცის ცხოვრებაში, ვერაფერს ვერ აკეთებენ. მოდი ვნახოთ, ცოლთან განვითარების მოსალოდნელი ურთიერთობა, როგორ განვითარდება ბოლო ჯამში ცოლთან ურთიერთობა. ცოლმა, როგორც გითხარით, ალბათ იცის იმის შესახებ, რომ ამ მამაკაცს სხვა ვიღაც ყავს, ის თანახმა იყოს მსხვერპლი აი ამ ურთიერთობაში, ოღონდაც მან შეინარჩუნოს ეს მამაკაცი, მუდმივად ეს ადამიანი თანახმა მისი ყველა კაპრიზი შეასრულოს, მისი ვალდებულებები როგორც ცოლის შეასრულოს და ეს ქალბატონი, ამ ქალბატონს უყვარს ქმარი და მის შესანარჩუნებლად მზადაა მსხვერპლად შეწიროს თავისი თავი და აი ამ ურთიერთობას შეეწიროს, თუნდაც იმისთვის, რომ ეს მამაკაცი მთლიანად არ გაუშვას ხელიდან. როგორ განვითარდება ურთიერთობა საყვარელთან? მეგობრებო, აქ ვფიქრობ, რომ ორივეს საკუთარი საქმე გაქვთ და თუ თქვენ ძალიან თუ საყვარელი ძალიან დაკავებულია თავისი საქმიანობით, მაშინ გეტყვით, რომ ამ მამაკაცს სჭირდება მისი ყურადღება, რომ მიიპყროს და თუ ეს ქალბატონი საყვარელი შეიძლება საკმაოდ შეძლებული ქალბატონიც იყოს, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის საქმეებშია ჩაფლული, თითქოს აიგნორებს აი ამ მამაკაცს და ეს მამაკაცი აი ამაზე ღელავს და თუ საყვარელს, თუ თქვენ საყვარელი მიყურებთ ახლა, თუ თქვენ არ გსურთ, რომ ურთიერთობა დაპაუზდეს, მაშინ მხოლოდ თქვენი საქმეებით, შემოიფარგლებით ამ ადამიანს თქვენი ყურადღება სჭირდება. მაგრამ აქ ვხედავ, რომ ორივე თავთავისი საქმეებით ხართ დაკავებული და თითქოს ურთიერთობისთვის აღარაფერს აკეთებთ. ეს ეხება საყვარელს და გაუთვალისწინებელი სიტუაცია, რომელიც შესაძლოა მოხდეს აი ამ სამკუთხედში. რა შეიძლება მოხდეს? მეგობრებო, აქ სიტუაცია იქნება ისევ მსუბუქი, თითქოს არც ერთის დათმობას არ აპირებს ეს მამაკაცი, მაგრამ მთლიანად არც ერთთან არ რჩება. ნახეთ, შეიძლება ორივესთან არის ახლა რეალურად ეს მამაკაცი, მაგრამ ახალ ეტაპზე გადაყვანას ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანას არც ერთთან არ გეგმავს. მუდმივად იქნება
ფლირტი საყვარელთან მუდმივად იქნება განშორებები, მუდმივად იქნება ისეთი ურთიერთობა, სადაც ეს მამაკაცი პასუხისმგებლობას თქვენზე არ აიღებს, ეს საყვარელს ეხება და მეუღლებთან ურთიერთობაშიც მუდმივად დისტანცია ექნება ამ მამაკაცს, შეიძლება საოჯახო საქმეებზე აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ არა ლოგინზე, არა აი იმ ცეცხლოვან ურთიერთობებზე, რაც მის მეუღლეს სურს, ხოლო საყვარელთან იქნება ისევ მსუბუქი ურთიერთობა, რომელსაც არ ერქმევა სახელი და ეს მამაკაცი მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას საყვარელთან, მას სურს მუდმივად ლამაზი, ლაღი ურთიერთობა, დაკმაყოფილება თავისი გრძნობების, ემოციების და ასე ლამაზად და მსუბუქად სურს წარმართოს თავისი ურთიერთობა საყვარელთან. მე გისურვებთ მიიღოთ თქვენთვის სასურველი და სასარგებლო გადაწყვეტილება აი ამ ურთიერთობაში და დაგემშვიდობებით დიდი სიყვარულით მომავალ გაშლამდე.